ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის დასრულების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. მოლაპარაკებებზე ცნობების გავრცელების პარალელურად დონალდ ტრამპი ირანის მისამართით ახალ მუქარის შემცველ გზავნილს აჟღერებს. ამერიკის პრეზიდენტი ისევ ახსენებს 15 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და მათ უმეტეს ნაწილს შეთანხმებულად აცხადებს, თუმცა შეთანხმების დროულად ვერ მიღწევის შემთხვევაში და ასევე ჰორმუზის სრუტის დროულად არ გახსნის შემთხვევაში ტრამპი ირანის ენერგოობიექტების, ნავთობჭაბურღილებისა და კუნძულ ხარგის დაბომბვით იმუქრება. სწორედ ამ კუნძულზე გადის ირანის ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი. თავის მხრივ არანარ მოლაპარაკებას არ ადასტურებს თეირანი. ამ დრომდე ბლოკირებული რჩება ჰორმუზის სრუტეც, რომელიც ნავთობის მსოფლიო მომარაგების მეხუთედს ატარებს. შედეგად ნავთობის ფასი სულ უფრო იზრდება და გლობალური ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის კუნძულ ხარგის, ქვეყნის ყველა ნავთობჭაბურღილისა და ელექტროსადგურის განადგურებით დაიმუქრა. თუ თეირანი მალე არ დათანხმდება ომის დასრულებას. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, ვაშინგტონი სერიოზულ მოლაპარაკებებს მართავს უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში. ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში. ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასრულების შესახებ. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე თუ არ იქნება მიღწეული, რაც სავარაუდოდ მოხდება და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ირანში ჩვენს მშვენიერ ყოფნას დავასრულებთ. მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და კუნძულ ხარგის შესაძლოა გამტკნარების ყველა ქარხნის აფეთქებით, სრული განადგურებით, რომლებსაც ჯერ განზრახ არ შევხებივართ. ხარგის კუნძული, რომელიც ირანის სანაპიროდან 24 კილომეტრში მდებარეობს, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში, ირანული ნავთობის ექსპორტისა და ქვეყნის ეკონომიკის მთავარ არტერიას წარმოადგენს. ტრამპის მხრიდან კუნძულ ხარგის განადგურების მუქარას წინ უსწრებდა ამერიკის ლიდერის განცხადება, რომ მას ირანის ნავთობის წაღება სურს და ამ მიზნით არაა გამორიცხული, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კუნძული დაიკავონ კიდეც. ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება პლატფორმა, საიდანაც ირანის კონტინენტურ ნაწილს შეუტევს და ასევე გაუჩნდება ბერკეტი, რომლითაც ზეწოლას მოახდენს ირანზე ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს ღიად თქვა, რომ ვაშინგტონი არასდროს მისცემს უფლებას ირანს გადაწყვიტოს თუ რომელი გემი გაივლის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც საერთაშორისო წყლებად ითვლება. ამასთან ერთად რუბიომ დაადასტურა, რომ ირანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გრძელდება. მე არ ვაპირებ გაგიმხილოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ეს სავარაუდოდ ირანში სხვა ჯგუფებთან პრობლემებს შეუქმნის. შეხედეთ, ირანში შიდა განხეთქილებებია და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ თუ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ახლა ყველაფრის გათვალისწინებით მზად არიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ, თავიანთი ქვეყნისთვის ეს შესანიშნავი იქნება. თეირანში კი კვლავ უარყოფენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს აწარმოებენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაშინგტონისაგან მართლაც მიიღეს 15 პუნქტიანი წინადადება, თუმცა მას არარეალისტური უწოდეს. საპასუხოდ თეირანი მოითხოვს ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარებას და ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჰორმუზის სრუტე როდესმე დაიკეტა 28 თებერვლამდე, ირანი მთელი ამ წლებისა და 10 წლეულის განმავლობაში იყო სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანზიტის თავისუფლების მცველი. ის, რასაც მსოფლიო ახლა აწყდება, ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის შედეგია. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგაც კი ირანი აგრძელებს სარაკეტო და დრონებით იერიშებს როგორც ისრაელზე, ისე მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე. დღეს თეირანის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა ჰაიფაში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. ბოლო 24 საათში 40 რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იტყობინება არაბთა გაერთიანებული საამირო. ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ირანიდან ნასროლი რაკეტის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გავრცელა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ეს ომის დაწყებიდან რიგით მეოთხე მსგავსი შემთხვევაა. ამ ფონზე სპარსეთის ყურეში ომის დასრულებისკენ ამერიკის პრეზიდენტს დღეს ეგვიპტის ლიდერმა მოუწოდა. მე ვეუბნები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ვერავინ შეძლებს ომის შეჩერებას ჩვენს რეგიონში, სპარსეთის ყურეში თქვენს გარდა. მე თქვენ გელაპარაკებით კაცობრიობის სახელით და ყველას სახელით, ვისაც მშვიდობა უყვარს. თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ხართ ადამიანი, ვისაც მშვიდობა უყვარს და ამ გზავნილს პირადად თქვენ გიგზავნით. ირანის გარშემო კონფლიქტის გაფართოების საფრთხისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავაც იზრდება. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბაზარზე ნავთობის დეფიციტი დღეში მხოლოდ 10-12 მილიონ ბარელს შეადგენს. რისი აღმოფხრად შესაძლებელია, ხოლო ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალი გადაადგილება მალე კვლავ იქნება უზრუნველყოფილი. განსხვავებული პოზიციები აქვთ ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს. გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა, რომ ირანში ომის ესკალაციამ შესაძლოა ეკონომიკას ისეთივე ზიანი მიაყენოს, როგორც ეს COVID პანდემიის დროს მოხდა.
ეს ომი ყველას გვეხება, ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა. უკვე რამდენიმე კვირაა გერმანული ოჯახებისა და ბიზნესებისთვის ბენზინისა და ენერგიის ფასები იზრდება. და ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგრძელოთ პოლიციის დაცვა, სინაგოგებსა და ებრაული საზოგადოებებთან. თუ ეს ომი დიდ რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება, მას შეუძლია კიდევ უფრო დიდი ტვირთი დააკისროს გერმანიასა და ევროპას. ისეთივე მძიმე, როგორიც ეს ბოლოს COVID პანდემიის დროს ან უკრაინაში ომის დაწყებისას განვითარდა. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას კვლავაც არ ემხრობა ესპანეთი. მადრიდის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ბაზების გამოყენება აეკრძალათ იმ ავიაგამანადგურებლებსა თუ საწვავის შემავსებელ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე თავდასხმებში მონაწილეობენ. სპარსეთის ყურეში ომში ჩართვას კიდევ ერთხელ გამორიცხავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ხალხი ეკრანებს უყურებს და ღელავს, როდესაც ხედავს აფეთქებებს, ინფრასტრუქტურის აფეთქებას, ამასთან დაკავშირებულ რიტორიკას, წუხს. ხომ არ იქნება კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი პოზიცია და ამ მთავრობის პოზიცია, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ მასში არ ჩავერთვებით. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა პაკისტანი, სადაც გაიმართა ახლო აღმოსავლეთში დარეგულირების მედიატორი 4 ქვეყნის: პაკისტანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. თუმცა როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონშიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი ან განზრახვა არ დაუდასტურებიათ.